კაცების შოუ. როგორ ახართ? რა ხდება თქვენსკენ ახალი? ცხელა გასაგებია. ეს კვირა თუ გადავაგორეთ, იმით ამინდის პროგნოზში რო უყურებდი აპი, მაგან უეზერის აპი არის, ეხლა და მზე ცოტა ღრუბლებით, მზე და მე ეხლა და თერმომეტრი წითელი. გაიქეცით ხალხნო ალბათ. და დღეს ხო ეგეთი სიცხე იყო და სისასტიკე დამემართა. აღმაშენებლის და თამარ მეფის გადაკვეთა ხო იცი? როგორ არ ვიცი. ზაჯვარედინზე. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ადვილად სასიარულო ადგილია. კი. აი საძეგლი ადგილია. აი ზუსტად მაგ საძეგლი ადგილას აი ზაჯვარედინის ცენტრში გამიფუჭდა მანქანა. და მათ ცოტა ხანში დადგამენ ქვას და ამ ადგილზე ირაკი. კი, როგორი ადგილია? 2013 წლის ყველაზე ცხელ დღეს გაუფუჭდა. კარგი საძეგლი ხო და კარგი საგინებელი ადგილი. საგინებელი არის ფაქტობრივად 4 მხრიდან გაგინებს. და რო გაგინებენ, გაიწიე შენი და თქვენ ახალი. მე ვარ მაპატიეს რა. ეს წინიდან ვინც გაგინებს და უკნიდან უკინა გეწერება. უკნიდან არ ვიყურებოდი, კეფა მეწმოდა. გრძნობდი ყველაფერს. ეს ზოგი ვინ ძალიან გამწარებული არის, ვინ ძალიან გამწარებული არის, ოხ შენი და შენ ახარ ოხ შენი. და ხოიცი მე მირეკავს ამ მომენტიდან დაახლოებით 10 წუთში. ლაბად სამსახურში ხარ? სამსახურში ვარ. ევაკუატორით მოვდივარ და დამხვდი. ევაკუატორის მძღოლი არ დაგიმეგობრდა გზაში. კი, კარგი ბიჭები იყვნენ და მადლობა მე. ევაკუატორის კაბინაში იჯექი თუ შენ მანქანაში. არა, ევაკუატორის კაბინაში. რამე არის საინტერესო. არ მოგიყვა ამბები, ამასთანაც იცი ვისი მანქანა გადავიყვანე? სიტი პარკის ევაკუატორით მოიყვანეს. ხო. აბა იმ ჩეულებრივ ევაკუატორმა ვერ აწია. ესეთი ამბავი ატყდა იქა, ორი ევაკუატორი მოვიდა. ორი ევაკუატორი და ერთი პატრულის მანქანა გამოვიძახე. რომ მაგინებენ და არ მომკლანდნენ. მართლა და პატრულში დავრეკე და ძალიან ცუდ ადგილას გავაჩერე და არ მეგაცა მომკლავს. რა უთხრეს ალბათ. მე რა გინდა ჩვენც გვაგინო. შენ გაგუჭებია მანქანა ესეთ ცუდ ადგილას. რამდენჯერაც გინდა. არა, მაშინ არ იყო ესეთი მოძრაობა. თუ მანქანაზე ვიძახე. ეს არც ფუჭდება. 5 წელია ვიყიდე არ გაფუჭებული. მე მგონი გაფუჭებულია ეგ უკვე. თუ გინდა მოკრიდი. ისე ნელა დადიხარო წესით? ნელა დავდივარ. აუ გიორგი დადის ძალიან ნელა მართლა. იმ დღეს ისე ნელა მივდიოდი, გამაჩერეს მთვრალი ხო არ არის. ძალიან ნელა ხო არ მოდის. ეს მე და გვერდით. აბა ჩაბერე არა ინთო და ნუ აქ ხომ და დამთავრდა სტანდარტული სიტუაცია. უცებ ესე. უკაცრავად მეც ჩავბერავ. გეტყვი რატო? ერთი კათხა ლუდი მქონდა შესმული და მაინტერესებდა ამაზე რეაგირებდა თუ არა და დავწნარდი ანთო მწვანე. ანუ ერთი კაცი შეგვიძლია დავლიოთ? მე შემიძლია შენი თონით და გამავლობით თემები გადავიდეთ, ნუ ყველაზე სასიამოვნო რაც იყო რომ ფეხბურთი დინამომ მოიგო 6-1. მე მყავდა ჩემი შვილი სანდრო, რომელიც არის 4 წლის პირველად სტადიონზე. მე თვითონ ვიყავი მეორეჯერ. პირველად დიფარფლის კონცერტი. ერთად აღმოაჩინეთ ბევრი რაღაცა. ის უფრო კმაყოფილი დარჩა სხვათა შორის. ესეთი დასკვნა გამოიტანა, რომ ჩვენები თამაშობდნენ, რომ მე ჩვენიანმა, ანუ დავიდა მკითხა, რომ ჩვენები რომლები არიანო, მეც გადავამოწმე ბიჭებთან. და ლურჯები მეთქი. და უყურა და ერთ-ერთმა აღარ მახსოვს ვინ, არ მახსოვს რა არც ვიცოდი, ფეხი. დაიყვანეს, მე რაღაც ითამაშე ცოტა ხანი და შეცვლაზე შემოვიდა კამერუნელი ფეხბურთი. კოდდივარელია? გუშინ კამერუნელიო? ეს გადავამოწმე. შენთვის ყველაფერი არ შესწავლე. არაფერი. კოდდივარელი ფეხბურთელი შემოვიდა და სახში რომ მივედით, მამა ჩემი ეკითხება რა მოხდა. ჩვენიანსო ფეხი ედგინაო, მე ვიღაც ზანგი შემოვიდა, მოგვეხმარა და მოვიგე. ანუ ბავშვს არ ჯერა ვინმე თუ არ მოგვეხმარა რომ მოვიგე. პირველი თამაშთან ესე დასკვნა გააკეთა. ჩვენით ვერ მოვიგებთ. მე მქონდა ელექტრობილეთები, მაგ თამაშზე პირველად ვიყიდე. ხო. და რეზინის ხელთათმანებით გეჭირდა.
რა კარგი იუმორია. ღიტი უნდა და ერთი ღვინო. მე-20 საუკუნე. პირველი შემთხვევა იყო, რო გაყიდეს ელექტრობილეთები ფეხბურთზე და იქ დგას ვიღაცამ უნდა შეგიმოწმოს. და ძალიან დაძაბული სახით გოგო დგას. ეტყო ჯერ არავინ პირველი ვარ მე, ვინც უნდა შემიმოწმო. ვისაც უნდა შემომოწმოს. და მეორეს ეუნება იქვე დგას ისეთივე აბა. ეს ხელით უნდა ჩავწერო, ხო? არა გოგო, გადაატარე ისე. იმას დაუძახე რა. მოგროვდა ერთი 6 ადამიანი, ჩაიფიქრეს რაღაცა და გადაატარეს და შემოშ. შემდეგი ნიუსი რაც გვაქვს ეს არის რომ აკვაპარკი დაიწყო. ხო, ხანძარი გაჩნდა აკვაპარკში და წყლის გარდა ყველაფერი დაიწყო. ისე ძალიან სასაცილო აკვაპარკი როგორ უნდა დაიწყო. ყველაზე ნაკლები შანსია რა არ ვიცი რა. ისეთი ხალხი ხანძრის დროს გარბის აკვაპარკებში რო გადარჩენ. ძალიან ცხელა და დაიწყო ეხა აკვაპარკი. შეიძლება რა ვიცი იმაში რომ სრიალებ. ვიღაცა ისე ჩამოსრიალდა. ახურებული კაცი. ან მეორე ვერსია მაკაცის წინ ისეთი ვიღაც მისრიალებდა რომ ახურდა ეს. კიდე არ გამოხდა ტელეფონი? ტელეფონია დარეკავს, აბა რა სიზარი. ავტოლაბაძე გირეკავს, ნამდვილად შენი ნათესავი. მამა ჩემია. მე რე უპასუხებ. ალო. ხო, მამი, ჩაწერაზე ვარ, თუ რამე საჩქარო არა გაქვს, დაგირეკავ მერე. რამდენი წელია მამი არ დამიძახებია მამა ჩემის. ეხაც ესეთი ურთიერთობა გაქვს. აბა შენ რა აბა რა შეძარ? მე შვილებთან შემდეგი ნიუსი არის პოლიციელებს დაურიგეს. აქამდე ხო იყო Volkswagen-ები ყავდათ, მერე იყო Skoda-ები, შემოვიდა და ეხა BMW-ები. BMW ყავთ? BMW-ები, არა, რამდენიმეც არის, ერთი თუ ორი ცალი. საცდელა თუ არ გაა თუ რა. მე ზებს ტესტავენ. ორი ცალი უკვე დაურიგეს არის. ორი ცალი არის მისცეს. დაურიგეს არის 10. ორი ცალი მისცეს, ორი ცალი BMW. ალბათ იმათთვის არის რა, მე დანარჩენ BMW-ებს რო გაეკიდნონ. ესენი ვერ ეწევია. და მე ხა პატრულის ბღვილი გამაღვიძებს. ისინი არ მაკავდნენ ხო? პატრული დრიფტავს მაგარი. და იმაში რო დახს, ნახე რა მაგარი იყო. არა, რასედაც ეცი ვიღაცა რო დაინახა. BMW 374 გააჩერიან დამიდექი. ხო, დამიდექი მაგარია, პატრულთან ერთად რო დგას. პატრული მოგიდგება და პერეგაზოვკებს თუ თუ აჯობე და გაასტარი, მე გადააყენებ. მე გაჭარიმებს. კი და ის სასტრაფოს დაურიგეს ფიატები. რა ფიატი? ფიატის სასტრაფოები დადის. ის სასაფრმო კატარა ჩვეულებრივი მანქანები რა არის, ხო? თუ დიდი დიდი 0 შესტები? შეეტევა ეს რა უკან. უმეთმა არ დაგაჭიროს, მაგრამ თუ რამეა, პატარა არა დიდი. მაინც წყარა თუ იყო. ხო. ანუ ეხლა როგორ შევეტევი, დაწოლილი თუ ფეხზე უნდა ვიდგე. ნაწილი. ფეხზე თავი გარეთ დაგჭირება ყველა ვარიანტი. ფეხზე დგომა თუ შეგიძლია არ ჩაქვსვამეში. მაშინ უნდა გაეკიდო. რა ფერი ფიატებია? ყვითელი და მწვანე სასიამოვნოთ არეული ერთმანეთი. ბავშვობაში ვარ სასტრაფოში ნამყოფი. დამეჯახა სასტრაფო. გზაზე გადავდივარ, დამეჯახა 12 მეტრზე გადამაგდო. მე ჩამსვა შიგნივე და გააგზერა გზა. კიდე კაი ვიღაცა სხვა არ მიყავდა. თორე კალთაში მომიწევდა. კიდე კაი კატაფალკა არ დამეჯახა. თორე კატაფალკა სხვა არ მიყავდა. ხო და მომწყდა ხელი. რო წამიყვანეს, ნუ ჩამისვეს, 2 კვირაში მომხსნეს ისა და თურმე არასწორად მქონდა შეხორცებული და
უთხრეს ჩემიანებს, რომ ესო თავიდან იქნება მოსატეხიო, მაგრამ ცოდვაო, ეხა ცოტა ხანი იყოსო და მე მოუტეხოთო. ზეწუზე ხარ გადარჩენილი. უცხოეთის ამბები არის შვეიცარიაში ერთ-ერთი სადგური, მატარებლის სადგური, ეთქობა რაღაც ქალაქის ან რაღაცის რეკონსტრუქცია იყო და ძალიან დაგებიხო, სადგური იყო აქეთ და აწიეს მთელი საქმე და გადაიტანეს მეორე მხარეს რა. ესეთი რაღაცა ჩაატარეს, ან ძალიან დიდი შენობა მთლიანად აწიეს. და გადააჩოჩეს რელსების იქით. მთლიანად გადაიტანეს მეორე მხარეს რა. და ესე და მატარებელი რო გაჩერდა ხალხი აქედან გადმოიყარა. პინჩი ცოტა რო სამწია. არა მაგარი ის მატარებელი რომ მოდის და სადგური რო გადარვის. ამ დროს რო გადადის. ვინ დაუჯერებდა მე მანქანეს რაციაში რო თქვა სადგური გადარვის. ან მატარებელი რო დგას და სადგური რო დაიძრება. მაგარი ტექნოლოგია ეგ მომეწონა. ჩემი корпуსი უნდა ჩამოვაჩოჩებინო ვაკისკი. შენი корпуსი ნუცუბიძე ხარ და დააგორე პირდაპირ. რო მეზობლები გააფრთხილე რომ მოეჭიდონ. შენ корпуსი ხარ პრინციპში გაჩერების პრობლემაა ქვემოთო თუ დააგორე არა ამის ესე გაჩერდა იქიდან ჩამოგდა და მე კუსტუმაზე. კალთარაძეზე გაჩერდები. ანუ მე корпуსი თვითონ корпуსი გადავიდა თუ ის მიმდებარე ბესეტკას რო ეძახიან, ეგეც მიყვება? იმ შემთხვევაში სადგური შენობა გადაიტანეს ეთქობა, მაგრამ აქ ეხა ბესეტკას რა უნდა ეხ корпуს თუ გადაიტანენ ბესეტკას გადმიაგდებენ. და დასატოვებელი ეგ არის. არა დომინოიანი კაცებიც რომ მიყვებიან. ეგა ინტერესანტია. 80 იმაზე PayPal-ით შეეშალა PayPal-ის პროგრამის ალბათ არ ვიცი ვიღაცას ან პროგრამა აიჭრა და ვიღაც მომხმარებელს ერთ-ერთს რომელიც 4 საბურავს ყიდდა შემთხვევით გადაურიცხეს 92 კვადრილიონი დოლარი. კვადრილიონი რამდენი ნულია? კვადრილიონი რამდენი? ეცი ბავშვობაში იყო ხოლმე რო ეჯიბრებოდით უთვალავი და მე ბოლო იყო ჩემ დროს რომ კასკას მილიონი. ჩემ ბავშვობაში იყო რომ ვინც მაგას იტყვა და იმან მოიგო. ანუ აი ძაი კასკას მილიონი რომ ეს რაღაცნაირი სიტყვა არის, ყველაზე ბევრი. კვადრილიონი არის 15 ნული, მილიარდი ხო არის? 9. მე ტრილიონი და კვადრილიონი. 12 კვადრილიონი. ვიღაცა რა გაყიდა 4 საბურავი ეთყობა ზიმალეტა იყო. 15 ნული? დიახ. ეგ ფული საქართველოს რო დაურიგო 5 მილიონ კაცს 5 მილიონი ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს ეხა ჩვენ ქართველებზე 3-4 ფულის დარიგება რო დაიწყება ნახავ რამდენი რამდენი მილიონი გავხდებით ხო? 50-საც ავარყავ. უცბად გადაწყდება დემოგრაფიული პრობლემა. 5 აი კარენოი 5 მილიონს რო დაურიგო, კაც მოუწევს 18 მილიარდი. მართლა? და ეს იქნება ყველაზე საშინელი ადგილი მსოფლიოში. კი, წარმოიდგინე 5 მილიონ კაცს აქვს 18 მილიარდი და 1.25 მილიარდი. ბალანსი არ იცვლება. იმასაც ხო უნდა მისცე. ხო, მაგრამ ცუდი რა არის, იცი, 2 თუ შეიკრა, უკვე იმაზე მეტი აქვთ. ხო, არა, არეული ქვეყანა არის რა. 18 მილიარდი. 18 მილიარდი როა ყველას. ჯერ ქვეყანაში რა სიძვირეა ხო წარმოგიდგენია? სხალი ეღირება 2 მილიონი ცალი. ბავში რო ჩააგზავნო ეს იმ წუთში დავიფანტებით მგონია რა სასტრაფოდ რაც შეიძლება შორს სადაც სხვა არავინ 5 მილიონით დავიანგარიშე? ხო. იმ ბავშვსაც 18 მილიარდი აქვს. სად ჩააგზავნე? ის ჩააგზავნე. 18 მილიარდი აქვს. ხო და მაგას ვიძახი რა. ჩაფლულია სათამაშოები. არა, სათამაშოს ვერ ყიდულობთ, იმიტომ რომ ყველასაა. კი, და მაგასაც და საზანთროვისგანაც უნდა იყიდოს იმასაც. იმასაც 18 მილიარდია. დიღომში რო დგას. 20 საზამთრო და 18 მილიარდი. 18 მილიარდი აქვს ჯიბი. და რო იგიხები რა ღერს, გადი რა. იგდობა უსწორდა. ზე არა, მაგრამ კალკულატორით ამოწმებდა ბუღალტერი რაღაცას და მე ვთხარი Excel-ში რატო არის ხია? Excel-ი იპარავს.
თავიდან ხო ესე იზავს ესე და მე ცოტა ხანში შეეხერეთ გქრა. და როგორც 100 ლარზე რო ერთს გადაკეთავს ესე ვინც გვიყურებდით ესეთები დაქცინათ მინისტრის. არა ერთხელ იყო ასეთი შემთხვევაც რომ მისცეს ვიღაცა ხო და მიათვალეს და არა, მაინც რაღაცნაირი თანხა. რამდენი კვადრილიონია? 92 კვადრილიონი. ხო და თან თუ შეცდომა ეხლა რომ ნულებით ხო არ ჩაურიცხავდა. 92 კვადრილიონი, რაღაცა ტრილიონ, რაღაცა მილიარდ, რაღაცა მილიონ, $65 $1965 და რაღაც ცენტებიც ხო იქნება. აი კვადრილიონის მერე რაც არის რომ მომცენ არ არის. კვადრილიონის მერე ბიჭო რამდენიმე ასეული ტრილიონი. ამერიკის ბიუჯეტია 100 წლის მანძილზე. ხო და რომ მომცენ ვერ მოგასამბო. მაგას ითხოვს. და რა არიცი 18 მილიარდი რა თმინდაო ის მომცენი. 18 მილიარდი აღარ ეყო რომ დაინახა უცბად უნდა რა გვაჯობოს. რომ დაინახა რომ ჩვენც ჯიბეზე 18 მილიარდი. რომ მოდის რა ეს წერილი ან ვიღაც ტიპი. ამ შემთხვევაში ალბათ ტიპსაც გამოაგზავნე. ამდენი ფული უნდა დავაბრუნო. და ამდენი ფული ჩაგირიცხეთ შეცდომით და დაგვიბრუნე. კი ბატონო, აი 92 კვადრილიონი წაიღეთ და დანარჩენი ეხა ის ხურდები. ტრილიონობით დოლარი მე დამიტოვე. მოდი გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილზე. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი არის სტუმარი და დღეს ჩვენთან სტუმრად არის დავით თურაბუში. როგორ განდებით? რა ვიცი ახლა აქ დაირიგეთ მილიარდები ყველა. მილიარდს იზამთ 18 მილიარდი რო ქარა. აი ჯერ მაიტა. არა, მაგრამ ჯერ დავითვლიდი. დათვალაც ხო ძალიან დიდი სიამოვნება მაგდენი. თან ფულს უყარს დათვალ. არა მაგის დათვალას ლაპარაკობს. მაგე რო ითვალო ესე იგი ამას მოუნდები წლები. შეიძლება ციცოცხლე უნდა გააზომო. მაგრამ რა სასიამოვნო წლებია მაგისთვის უნდა დაიქირაო დამთვრელები, დაითვლიან და 9 მილიარდი დაღდათ გეწოდება რომ გააკეთოს. უბრალოდ რაც დაითვლიან კაცმა არ იცის ისინი. ხო და 9 მილიარდი გექნება რომ დაითვლიან მერე. არა, მე არავის არ დავათვლებინე, დავჯდებოდი და ერთი რაც მოუნდება, მაგაზე კაი ცხოვრებაში რა უნდა თან გააკეთო. იმას იზავდი ხო ეს რაღაც ადრე რო ედგა ბუღალტრებს მოგალი ის რო არის წყალი რო ასხა. არა, ეხა მაგაში გადაიხდეს პუნერწყვი. თავიდან ხო ესე იზავს ესე და მე ცოტა ხანში შეეხერეთ გქრა. და როგორც 100 ლარზე რო ერთს გადაკეთავს ესე აუ რამდენი ხანი მოუნდება ეგ. ადრე კალკულატორები რო შემოვიდა პირველად ეს 20 საუკუნის რაღაც 80-იან წლებში. მე მახსოვს, მე გავხსენე კალკულატორები. ეხლა ბუღალტერები იყვნენ, მაშინ ამაზე გამახსენდა ფულის დათვალაზე რა. ბუღალტერები იყვნენ, ну ასე, ეგრეთ წოდებულ საანგარიშოზე, ეგრეთ წოდებულ ჩოთქზე, ანგარიშობდნენ ხოლმე რაღაცა, რა, ჩაატყამდნენ ხელზე. ну საფად დაგიანგარიშებდნენ ნებისმიერს. ვერ შეეჩვენენ თავიდან, ესე ყველა იყვნენ ისეთი ასაკოვანი ხალხი და რო იანგარიშებდნენ ხოლმე კალკულატორზე, მე იმაზე გადაამოწმებდნენ. რაღაცას მიიღებდნენ აქ. კალკულატორი კი არა, უკვე კომპიუტერი იყო შემოსული რომ კიდე ჩოთქზე გადაამოწმებდნენ. ისა რა ვქო, ჩოთქზე არა, მაგრამ კალკულატორით ამოწმებდა ბუღალტერი რაღაცას და მე ვთხარ ექსელში რატო არის ვია? ექსელი იპარავს. ისინი იმათაც ხო გაუჭირდათ გადმოსვლა. ბეჭე დავიხალები რო იყვნენ ხოლმე. მისა ხო რეგრეგ იმათ უხუჭდებოდა ჯერ კლავიშები თვითონ, იმიტომ რომ დიდი ძალით ურტყავდნენ და მე ეს მონიტორი რა დიკ მიჩვეულდა დიკ მე მჭირდა სხვა შორის ჩვევა მქონდა ამერიკაში რო წავედი და იქ რაღაცას ვაკეთებდი რა ბეჭდავდი ჩემი პროფესორი მიყურებდა ესე და რას აკეთებო და მე არ შემიმჩნევია რას ვაკეთებ მეთქი და ყოველი რაღაცის დაბეჭდის მე კონტროლ ეს ვაწვევდი რა ნებისმიერ სიტყვაზე ჩვევაში მქონდა დენი რო ხრებოდა და დაემახსოვრები ნებისმიერ რაღაცას რო არ დამეკარგა ჰოპ ეს რა მე მივხვდი რომ თორემ ჩვევაში მაქვს რა მე დღემდე შემომრჩა ესე ხო არა მე სისტემა ხო და კი არ დავკერები არის ეს ნამდვილად მაგ დროის ჩვევა არის ეს დენი რო არის ემან დარწაგიშალოს რამე სწრაფად არა მარტო დენი რო არ არის UPS-იც რო არ არის UPS-ი და ეგეთი ნო ეს ის მოგიყევი
სოფლიო ბანკში ვარ ეგ დროა რა დენი რო არ არის და UPS-ი და დავით ერთ ჩემ მეგობარ რაღაცას ბეჭდავდა და გამოიძახეს და მეორეს უთხრა ის ცოტა კომპიუტერიდან შორს იყო რომ დაიმახსოვრეო რა ძალიან ნახთხოვო და გაიქცა და რო დაბრუნდა 1-2 საათის შემდეგ ეს ის მახსოვრებო ეს რა ძნელი ტექსტი და მეოთხე გვერდზე ვარ სამი გვერდი დაიმახსო რა ხდება სამინისტროში? ხარ ცოტა ის ცვლილებები გაქვთ, ხო? თქვენ ახლა ცვლილებები გვაქვს და ესე ყველაფერი კაი. მინისტრი გადავიდა პრეზიდენტობის კამპანიას ჩაება. და მოადგილე გახდა მინისტრი, გამოაცხადეს ყოველ შემთხვევაში. კი. და ყველაზე უფრო იმას უნდა რომ მარგვედაშვილი გახდეს პრეზიდენტი. დააბრუნებენ უკვე. ეს ყველაზე იმ პერიოდში მოუწია, ხო? ცხელ პერიოდში. თუ პრინციპში გამოცდები გადააგორა და მეერე მოხდა ეს ამბავი. გამოცდები არა, გამოცდები დამთავრდა უკვე, გამოცდებიც იყო და როგორ ჩაიგდა? რაღაცები. ძალიან კარგად. შეიძლება ითქვას, ამდენი სურვილი არ ყოფილა. ხო, წელს იყო ყველაზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი. ხო, ალბათ იმიტომ რომ უფასო ფაკულტეტები გაჩნდა რა ვიცი. სურვილების რაოდენობა კი, მაგრამ ისე გამოცდები საერთოდ ეს საქართველოში არის ძალიან უცნაური ტენდენცია. ჩვენთან აი მე მაგალითად მაქვს ეკონომისტის დიპლომი. მე მგონი არავის არ ახსოვს აკუბარდიას გარდა. სიტატო აკუბარდიას ვიცის მარტო ეს. ამიტომ არაფერში არ გამომდგომი, არასდროს არ მიმუშავია ამ პროფესიით. ეხლა უამრავსა დიპლომი, მაგრამ ნუ არ ჭირდებათ, მაგრამ მაინც აბარებენ, მაინც უნდათ. ჩვენ კაცების დიპლომები გვაქვს. ჩვენ პროფესიით მუშაობ. ანუ ჩვენთან რო არის სურვილი უმაღლეს განათლება დაასრულოს და დიპლომი აიღოს და უმაღლეს განათლების დიპლომი ქონდეს. ნუ ამდენი მე მგონი სოფლიოში ასეთი ტენდენცია არც არ არის. ქართული ტრადიცია. ამცენებული ტრადიცია. ვერ წაშალა ეს წლებმა. რუსეთშიც ხო არის დიპლომი გვინდა. არა, რუსეთშიც ხო არის გამოცდები და არის დაღესტანი გამოირჩევა მაგით. აქამდე ჰქონდათ რუსებს ეგეთი სისტემა, რომ თუ ოქროს მედალოსანი იყო, არაბარებდა და ყველა დაღესტნელი იყო ოქროს მედალოსანი. იქ აწყობდნენ სკოლაში როგორც ეს ოქროს მედალოსნები რომ მოსკოვში დაფიქრდნენ რა მოუხერხოთ ამ დაღესტნელებს რომ გააუქმეს ოქროს მედალოსანის თუა ჩააბარა რა არ სერჩოდნენ მაიზრეს დაღესტნელებს და გააუქმეს იქ კარგასავლობდა იქრების ხალხი ხო და ალბათ თუ კარგასავლობდა გამოცდასაც ჩააბარებსო და ამიტომ გავაუქმოთო ესო და მარტო არის ინვალიდებს რიცხავენ ისე შეღავათ წელს ჩავიდა ყველა ინვალიდის მოწმობა დაღესტნელი სტუდენტები და ოქროს მედალიც უდევთ ჯიბეში რა იცი რა ხდება იმდენს იზავენ ეგენი რომ ყველანი იმეცადინებენ და ჩააბარებენ ხო? რამე ისეთი ისინი არ ხდებოდა გამოცდები საერთოდ ხშირად ხდება ხოლმე უცნაური რაღაცეები ну თუ არ ჩავთვლით ახლა რაღაც ესეთ კურიოზებს რომელიც ყოველთვის არის ხოლმე რაღაც ასეთი რომ რაღაცამ რაღაც ვერ დაწერა ისე რაღაცამ რაღაც და გაასაჩივრა და აღმოჩნდა რომ არა გასაჩივრება სხვადასხვა საჩუქარი პრაქტიკულად არ იყო ეხლაც ისე იყო რომ მარტო წყლის შეტანა შეიძლება გამოცდაზე არ ვიცი მართალი გეტყვით ესე ასეთ დეტალებში არ და ლუდის შეტანა შეიძლება და ნეტ ახლა ლუდი და სუფრა თუ გაგიშალეს ახლა არა სუფრა არა მარტო ლუდი გამოხვიდე გამოცდაზე პახმელი ყველამ რო ჩააბაროს ადგილები გვაქვს მაგრამ არა ყველა სურველმა რო ჩააბაროს ახლა როგორ არის თუ იმ პრინციპით წავალთ იყო ერთი პერიოდი აი ძალიან ძველად შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო ნუ პრაქტიკულად ყოველ გუბის ძირას იყო უნივერსიტეტი კი რაღაცა იყო პატარა შენობა რაღაცა ორი ოთახი და ერქვა უნივერსიტეტი და კი გადაიხადე ფული გადაიხადე და მიდი ისწავლე დიპლომიც იყო ყველაფერი ამ პრინციპით თუ წავსულიყავით კი ყველა იქნებოდა დიპლომი სტომატოლოგიურ ჟურნალისტიკური არა ეხლაც არის არა აკრედიტირებული აი ეს მიკროს ხოლმე არის აკრედიტირებული სახელმწიფო რომლის დიპლომსაც აღიარებს ხო და კიდე არის უნივერსიტეტები რომელიც არ აღიარებს ეუბნები რომ არ აღიარებს შენ არჩევ დიპლომის არჩევ პროგრამას რაღაცის გახსნას მაგრამ ხალხი სწავლობს და ფულსაც იხდის არ მივიღოთ მაინც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ხო ანუ კანონი არის ასეთები კი ასეთი უნივერსიტეტი არის სახელმწიფო არ აღიარებს იმას მაგრამ არც ერთი სახელმწიფო ხო თან ჩვენი თუ არ აღიარებს ჩვენ თუ არ აღიარებს სხვა მithuvetas ხონდა ასდავარია სწავლობს ხალხი და ფულს იხდიან კიდე აი რატო რა ძალად გია რუსეთი აღიარებს ეგეთი კრემლის აგენტების ასაც არ აღიარებს რუსეთიც კი არ აღიარებს არავინ ეგეთ ხალხს რას მიმართავდით ბატონ დავით ვინც გვიყურებს ეხა ეგეთ ანუ
აი ეგეთ ხალხს, ვინც სწავლობთ არა აკრედიტირებულ უნივერსიტეტში. ვიცი რა უნდა მიმართო რა ძალა გადგია ჩვილი. წადი რაღაც მაგარი სწავლეთ სადაც აკრედიტირებული. დროგა ატარეთ კაცო რა. რაღაცა გელიც მაგრამ. მე კიდე სხვანაირად უყურებ, იცით ამ ფაქტს. მე პრეტენზია აქვს რომ დაღმთავრებს რატო ჩემ დიპლომს არ აღიარებ. კი, აი ჩვეულებრივ უნივერსიტეტში აკრედიტებულში იტყვი რომ ადამიანი სწავლობს დიპლომისთვის. და იქ სწავლობს მარტო ცოდნისთვის. იქ არაფერს ის არ არატირა რაღაც აწებებენ და გამოვიდა. ცოდნისთვის არის მისული. ვინც გვიყურებთ. ეგ უფრო დასაფასებელი ხალხი. ვინც გვიყურებდით ესეთები დაგცინათ მინისტრის. ცილა არა მართლა ყველა ხარჯავს დროს იმიტომ რომ იმდენი მოდის მე საპრეტენზიო მე საჭირო მე ჩემთან მოვლებს საჭიროით ატო არ აღიარებო მეუბნები რომ არა არ არის აკრედიტირებული ისე რომ მე რა მეყურის რა მაინტერესებს ახლა თქვენ არ აღიარებთ იმ ინსტიტუტებს და ის ინსტიტუტები აღიარებენ სამინისტროს როგორც განაცხადი ისე აჯობებს ნახოთ მაშინ ბატონო როგორც იტყვია ჩვენ რო გავაკეთოთ უნივერსიტეტი ჩვენ 4-მა. კი ბატონო. რა არის საჭირო რომ აკრედიტაცია მოიცეთ ძამი ხა ჩვენ 4-მა და რაღაცა ჯერ დავსახოთ ვინ არის რექტორი. მე მოილაპარაკე. ეს კოლექტიურად მე არ ვარ. მე მოილაპარაკეთ ერთმანეთს. მაგის საჭიროა ზელი პროგრამები უნდა ყავდეთ გარკვეული რაოდენობა პროფესორის არის ხარისხის არა აკრედიტირებულშიც? არა. არის ხარისხის მართვის ასე თქვა ეროვნული ცენტრი სადაც აკრედიტაცია ავტორიზაცია იგაზე გივია ავტორიზაციას ისე თუ გინდა თუ ავტორიზაცია არ მოგცენ მაშინ რაც გეძ გააკეთეთ გამოაცხადეთ ხართ უნივერსიტეტი და თუ ვინმე ახლა აღმოჩნდება ისეთი რომ მაინც ისწავლის და მაინც ფულს გადაიხდეს კი ბატონო ნახეთ ახლა რამდენი აღმოჩნდეს კაცების აკადემია აცხადებს არა საერთაშორისო კაცების საერთაშორისო აკადემია კაცების საერთაშორისო აკადემია აცხადებს მიღება შემდეგ ფაკულტეტებზე სტომატოლოგიური იურიდიული საერთაშორისო ურთიერთობები ბიზნეს ადმინისტრირება ფიზიკა აუ ეს ჩავარდნილია მოიცადე კაც მე ამოვაგდებთ ამას და ჩავშოთ სხვა ხო მაგარი ამას რო აცხადებს არა მინისტრის მოადგილე სანამ მინისტრის მოადგილე გავხდებოდი მანამდე ვიყავი ადრე ვიყავი პარლამენტის წევრი ერთი პერიოდი მაგრამ აი აბაზე გამახსენდა ამ დიპლომებზე რა სოკაი ადგილებზე ხარ ეს მიდროობითია მე ვიგე იქნება სანამ მინისტრი იქნებოდი ვიყავი არა აკრედიტებული თან მაშინ პარლამენტი თბილისში იყო აჰა ხო მაგრამ მე სხვა პარლამენტი მახსოვს აი იმელის შენობაში რო იყო ხო აი იქ მაშინ ვიყავი ჟურნალისტი და ის პარლამენტი იყო გამორჩეული იმიტომ ისე მართლა ეს ეკონომისტის დიპლომი ამას არ ვიცი ათმინდოდა საერთოდ გადადამტანები ხო ჩაგდეს არა რამბი მოგეთ იქ როგორ რაღაც იყო ეს დეპუტატები და ჟურნალისტები იჯდნენ ერთად ხო თუ არ იცოდი კარგად ვერც გაარჩევდი ვინ იყო იმიტომ ერთად იჯდნენ ერთმანეთში არეული შეგეძლო გადამჯდარიყავი მიმჯდარიყავი გვერდით და პარაკებოდი და რა მაინტერესებს ეს ჟურნალისტები და დეპუტატები რო ერთად იყვნენ კანონებს ჟურნალისტებიც აძლევდით ხმას თუ თქვენ არ თქვენ გაჩერდითო გეუბნებოდი არა ერთხელ იყო ასეთი შემთხვევაც რომ მისცეს ვიღაცა ხო და მიათვალეს და ვიღაცა ბევრნი ვარ ეს არ არის და ეს დეპუტატი არ არის თუნდაც შეიძლება ამას დაუხდება ისი რა ქვეყანა დაანგრია რა ხალისი იყო ეს 95 წუთში ეს ხალისი მორჩა 95 წელს უკვე მანამდე ძალიან სახალისო იყო ის ერთგვარ გავიხსენებ ერთხელ მახსოვს კანონ პროექტი გამოიტანეს და ჟურნალისტებსაც ჰქონდათ კიდე კაი ვიღაცამ ნახა ეს ჯერ არ იყო გამოსული კომიტეტის ყოფილიყო და უნდა ყოფილიყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების რაღაც პროექტი წერია ასეთი რაღაცა საქართველოს და აზერბაიჯანი როგორც ორი რაღაც კოსმოსური სახელმწიფო ცოტა უცნაურია ხო რაღაცა დებენ პირობას რომ რაღაც აზერბაიჯანი საქართველოს დაუთმოს თავის კოსმოდრომებს სადაც რაღაც ქართული ხომალდები აბსოლუტურად სერიოზულად წერია ეს ყველაფერი და კითხულობ ახლა ამას წერილი ხო არ იყო ლექსი ვინც არა ისე არა თუ აღმოჩნდა მე რომ ყაზახეთის და რუსეთის ხელშეკრულება გადაუწერია ვიღაცა ჩაცვალეს აზერბაიჯანის საქართველოს აზერბაიჯანის და შეცვალეს ყაზახეთსაც ჩაწერეს აზერბაიჯანი რუსეთსაც საქართველოს და იქ ეყარო იქ ბაიკანურის კოსმოდრომი აქვს აი ამის ნაცვლად პირდაპირ განდა კიდე კაი მე ვიღაცამ ნახა და აშვები თქვენ თუ გამოქონდათ უკვე და შეიძლება მიგეღოთ არა ნეტა მიგეღოთ ეხა აზერბაიჯანის კოსმოდრომი იქნება აი ესე დაუკარგეთ აზერბაიჯანის კოსმოდრომი აი ესე გაანიავეს ქვეყანა მამაჩემი შევიდა მაგკურსებზე ისე კაცებს მიღებას აპირებთ თუ პასპორტი როგორ იქნება ესე მეკითხება დედა უფრო გიყვარს თუ მამა ბავშვი
გადაცემა რო გავა ეთერში, ეს ამბავი უკვე ყველაფერი იქნება დამთავრებული. ეზოდაც კაინაჟეჟი ეყოლება. ჩვენ ქონ ერთი იდეა რომ რაღაცა ფაკულტეტები კი ბევრია, მაგრამ დავამატოთ სპეციალობები რაღაცეები, რაც აი ტიპიური ქართული არის ჩვენი აზრით რა. მაგალითად ღიბზე ტყაპუნის ფაკულტეტი. ტრადიციული ქართული ყველა ძალიან. კი, ტრადიციული, მაგრამ არ ჩააბარე. უკვე პროფესიონალები მივლენ, ხო? არა, ბევრია მასეთი, მათ ჩააბარებს ახლა აქ. პრინციპში არის და რატო ახლა დიპლომი რო გაქვს მაგისი უკვე სხვანაირად იტყაპუნე ხო? დიპლომა ღიბიანი ჯობია. ეს დღეს შეიძლება შემოდეს ლიცენზია რომ თუ დიპლომი არ გაქვს ვერ დაიტყაპუნე. ისევ წვიდა გამაკრადიატორები. და მაგ როგორ იქნება? კონსერვატორიას არ უნდა დაამატონ ეგ ფაკულტეტი? წვიდა გამაკრადიატორები. ესე ვინც კარგი ხმას გამოსცემს ტყაპუნი იმის მიხედვით კაინიშანი იქნება თუ როგორ იქნება? უნდა გადაწყვიტონ ნიშნები ახლა. რაღაცა იქნება. ტოტალიზატორის ფაკულტეტი. მე მგონი ეგ აკრედიტაციას ვერ გაივლის რაღაც ეგ. ტოტალიზატორის ფაკულტეტი. ტოტალიზატორის ფაკულტეტი რა? ვარდება მათემატიკა. ინგლისში არ არის და ინგლისში არ არის და იქ ტოტალიზატორის ქვეყანა ეგა ჩვენზე მეტად იქა გავრცელებული. იმათ არა. თან რო არის. ჩვენთან სხვანაირი ტოტალიზატორი. ჩვენთან ერთია რომ ყველაფერს ტოტალიზატორს არ ვაბრალებ. პატარა გაზეთიანი კაცები თამაში შედეგი რო არის ხოლმე ეს ტოტალიზატორი ჩალიჭა და იმიტომ დამთავრდა. არა, თვითონ ფაკულტეტი, თვითონ ეს ტოტალიზატორი არაფერი ის არ არის, რამდენადაც იქაური ტიპაჟები. ლექტორი შემოდის როგორც დაბალი კაცია, ეს პატარა გაზეთი აქვს გაკეცილი. სოფლიო სპორტი. კუშების გაზეთი რა. ორი გაზეთია, კუშების და შედეგების. შემოდის დადებს live score-ს ჩართავს მონიტორზე. ვიღაცებს გამოიძახებს. დღეს რა გქონდა? დღეს ჩემპიონთა ლიგა. და ერთი ზარმაცი რო არის. აი რა ბედიგა. როგორ დასვი. ალბათობის რთული იქნება ავტორიზაცია, აკრედიტაცია, იმიტომ რომ მაგალითად თქვა ვინ ჩაითვლება კარგი მათ სტუდენტად და ცუდად. ყველაზე იღბლიანი. ვინც ყველაზე მეტად უმართლებს თუ პირიქით ის რომ გაუმაზავს ოსასუნა ბოლოში. რაღაც ეგეთი. ეგ იქნება ისე. ეს მაგარი ერთმა გამისხა. ერთი რო შეგეშება. ერთი გამისხა იქნება ის სახში დამჩას ვარიანტი. არის მეცადინა. საგნები ხო იქნება. ალბათობის თეორია უნდა ისწავლოს, ინგლისური უნდა ისწავლოს. ფეხბურთის გუნდების სახელები ერთი საგანი იქნება, უნდა ისწავლოს. ინგლისური და კომპიუტერიო და მოკლედ. ხო, ინგლისური და კალკულატორიც ეყოფა. კალკულატორით. ის და გაამრავლო კუშები რომ მე ინგლისური კალკულატორი და გინება უნდა იცოდე. ონლაინ ისიც ხო ჭირდება, კომპიუტერი უნდა. ონლაინ ტოტალიზატორი. ისე დაუსწრებად ეგეთ ფაკულტეტი, ეგეთ ისინი არის მე მგონი, იმიტომ რომ კი, აბასაც წავუძის ხალხი ამ ყველაფერს. კი, მე მაგალითად ერთმა მეგობარმა მომიყვა, რომ ადრე იყო რამდენიმე წლის წინ პროგრამა მერიის პროგრამა იყო რომ კომპიუტერს შევასწავლოთ ხალხს რაღაც იყო კი მახსოვს. ერთი და ჭრიჭინა ყავს სტუდიაში. ჭრიჭინა თუ ჭრიჭინები? არა, ერთს გავს. ერთია, მაგრამ ისეთი. მეორეს უნდა მოუყვანოთ. ცოტა ხანი მაინც დადუმდება. ხო და ამ ტიპმა მომიყვა რომ მამაჩემმა ჩააბარა მაგ კურსებზე. მას აუწია თორე ამისი უკვე ის. მამაჩემი შევიდა მაგ კურსებზე. როგორც კი მოუმატებს უმატებს ის. ერთი წამი გავჩომდეთ. არა, ვაჩუმდები პირიქით ის სოფმა. ის დროა მეწავიდე და ის დავსვათ რა. თორე აშკარად მე მგონი ლამობს. მერე მოყევი, ნუ მიაქცევ ყურადღებას აქაური სტუდენტია. მამამისმა ჩააბარა, იცი რატო კომპიუტერი რატო უნდა ესწავლა. რომელიღაც ონლაინ ტოტალიზატორმა თუ ონლაინ კაზინომ გამოაცხადა, რომ 5 ლარს ჩუქნიდა, ვინც დაიწყებდა თამაშს. 5 თეორიულ ლარს. და იმას მე თუ 3ჯერ გადაათამაშებდი და ფული დაგჭებოდა, აიღებ. ამ 5 ლარის გამო წავიდა რომ ესწავლა მერიაში კომპიუტერის კურსები. ამ კაცს ეს 5 ლარი რო ეშოვა რა დაუჯდა მერიას. მოდი გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილზე, ეს არის კითხვა-პასუხი დარბაზთან. დარბაზიდან შეგიძლიათ დაგვისვათ ნებისმიერ შეკითხვა ჩვენ. ეს კონფერენციის რეჟიმი. ხო, უფრო ისეთია. მოყავთ ისეთ გასართობი. კი ბატონო. გამარჯობა. თბილისის დინამოს თამაშზე ვიყავი. დავინახე კაკაბაძე, ჯანელიძე და ვახტანგიშვილი და ლაბაძე რატო არ იყო მაინტერესებს? სად იყო?
ტრამვა მქონდა. ეს ერთი და მეორე როგორ გამოხატა გოლის შემდეგ გიორგი ჯანელიძემ რეაქცია მაინტერესებს ეს რა თუ შეგიძლიათ რომ აჩვენოთ. როგორ რეაქცია? რომელი გოლი გაინტერესებს? სხვადასხვა რეაქციები. პირველი გოლი განსაკუთრებით რა. პირველზე გოლ. მეორეზე გოლ. და მეექვსეზე ვა, კიდე გოლ. არა, მესამეზე იყო, ვა, წყალზე ვიყავი, კიდე გაიტანა. შემდეგი შეკითხვა? გამარჯობა. ბატონო დავით, თქვენ განათლების მინისტრის მოადგილე ბრძანდებით და როგორ ფიქრობთ, წამყვანებიდან რომელი უფრო განათლებულია? თქვენ მიგეთ ჩორტი ჩამაგდები აიც ამ შეკითხვას მე არ უპასუხ. პრინციპულად, იმიტომ რომ ახლა როგორ არის იცი რაღაცა. ანუ დოქტორო ეს არ ავტორიზებულა. ასე წინება და ვადი. ანუ არ ეწყინება გიორგის. მე კი ვიცი ვინც არის განათლებული. თვითონ შეაფასებს. მე დაიწყებენ მარიაჟი არის. მიდი გიორგი, მიდი. ერთს აქვს პროფესორის ისა სტატუსი თუ რა ქვია. არა, დოქტორის, პროფესორის არა, დოქტორი. დოქტორის. რო იცოდეთ. ერთს არ ვიტყვით ახლა ვის? რამე თუ აქტიურად? მაგრამ ისეთ რამეში აქვს რომ არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს მე. არა, აღიარებით, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ აინტერესებს პალეონტოლოგიაში, კერძოდ ამონიტებში. შემახში მაქვს ერთი კარგი ამონიტი. არ არსებობს, კარგი რაც იყო მე მაგჩემდეს. შემდეგი შეკითხვა? დიახ. მოგესალმებით. გამარჯობა. როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდიოდა, პირობა დადო რომ მოიმატებდა ხელფასები და პენსიებიც, მაგრამ არ იყო ნათქვამი რომ მოიმატებდა ტემპერატურას და რატო ცხელას ეზალი თბილისში. და ხელფასები მოგემატა? ეს არის ის ფული გადაყვანილი კურსით ცელსიუსებში. გეგონოთ, კი, ხელფასიც მატულობს. ხელფასს მოიმატა. ტემპერატურამაც. მაგრამ მუშაობა ხო, მაგრამ ერთი წამით თქვენ დასაქმებული ხართ ვინც ერთ კითხვადას. მოგემატათ ხელფასს. როგორი ღიმილი იყო და როგორი პაუზა? კერძო სექტორში არ ვიხებ, ჩვენ სახელმწიფო სექტორში. კერძო სექტორში ხართ თუ სახელმწიფო? კერძოში? აკიდა სექტორი შეიცვალა. მაგ ახლა გააჩნია. მას უცებ მოხდება. თქვენ კონკრეტულ უფროსს უნდა მიმართოთ. ერთხელ ორჯერ მე სხვანაირად მიმართ. ან მოგწერეთ ვინ არის თქვენი უფროსი დაუპატიჟებ და მე პირდაპირ მიმართავთ მაგას. უგნებავთ ამობრძანდით და მივმართოთ ერთად. არა საერთოდ არ დაკარგოს რაც. ტემპერატურის ამარა არ დავჭერ. ტემპერატურა ჩამოთ მე. შემდეგი შეკითხვა? დიახ. აი. მოგესალმებით. გამარჯობა. ეხლა კაცების უნივერსიტეტზე იყო საუბარი და აკადემიაზე. ვისაღებად რა იქნება საჭირო ზოგიერთისთვის. ისე კაცებს მიღება საპირებთ თუ პასპორტი როგორ იქნება? ასაგებიაზე. მარტო ეგ არის, ვანახე პასპორტი შევიდა. პასპორტი და ფული რა თქმა უნდა ეხა. ეს ფასიანი იქნება. ისე ჩვენ ოთხ შორის იქ ვინ დგას პასპორტი მანახე. ვინც აიტეხა რომ პასპორტით ვინც აიტეხა რომ აკადემია გავხსნათო იმარადა. არა, მე ფული უფრო მაინტერესებს. ეს ბიჭი მივიღოთ. აი ბიჭი, ამისგან დავაყენებ. შემდეგი შეკითხვა? შემოსავლაში ვიპოვე საფულე, რომელშიც იდო 1700 ლარი და 3 აბი ვიაგრა. 3 აბი ვიაგრა, ვისია ხო არ იცით? ვიაგრა ჩემი და ლარე მე არის. მაგას პასპორტი დაამატე და მიღებული ხარ. გადააწოდეთ ეგ მიკროფონი. დიახ. გამარჯობა, მოგესალმებით. სტუმართან მაქვს შეკითხვა. დიახ. ესე იგი, ჯერ ბრძანდებოდით ერთ მინისტრთან მუშაობდით სამინისტროში, ახლა მეორე მინისტრთან გიწევთ მუშაობა, ხო ასეა? კი. და მაინტერესებს რომელი მინისტრი ჯობდა. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ერთი მინისტრი შეიძლება პრეზიდენტი გახდეს და მეორე მინისტრი ახლაა თქვენი უფროსი.
ორივე და ის არ მიიღება. რა შეიძლება გითხრება, დედა უფრო გიყვარს თუ მამა ბავშვი. გვაქვს შეკითხვები კიდე? დიახ. ჩემი შეკითხვა ზოგადად ყველას ეხება. აი მაგალითად მე დღეს გამოვდიოდი სახლიდან დამაბარესო საღამოთი 8 მოხვალ, ორი ამოიყოლეო რა, ამოიტანა. ეგეც ერთ-ერთი ტრადიცია ქართული. ერთ-ერთი რომ ეზარებათ რა გასულოთ და ამოიყოლეთ. თქვენ დღეს რა უნდა აიტანოთ სახში? ან ზოგადად რას გაბარები ხოლმე? ყველაზე უცნაური და მიგითრევია სახში. ჩემი ინიციატივით თუ რა დამაბარეს? ყველაზე უცნაური ვინ მიგითრევია სახში? კარი კითხვა თორე. აუ შენ რა მიგიტანია ყველაზე უცნაური? ერთხელ მივიტანე. და მე მაგას მეორე კითხვა მოსდევს და რატო? მაჩუქეს. კონიაკი მაჩუქეს ჯურის ფორმის ბოთლში იყო ჩასხმული. სომხეთში მიყიდეს. მივიტანე და დგას სახში. ჯვარია ხო ვერთან. არ გალიო და კონიაკი ხო? ხო და აი რაღაცნაირია რა ვერაფერი. ეხლა სიტყვას თუ როგორ არის? იმ სახლიდან გადმოვედა და ავტოვე და მე მგონი ეხლა ახალი პატრონის ვერაფერს ვერ ძველდება და ვინმე მუსულმანი თუ გადავა დარბის. გვაქვს შეკითხვა? დიახ. გამარჯობა. თქვენ დახმარება მჭირდება. სანამ ჩაწერას ამოვიდოდი წყალი ჩაუშვი მეზობელთან და რა უთხრა ეხლა რო წავალ იქ ნუ დამეხმარა. არ წახვიდე დარჩი. და კაცობის აკადემიაში შემოიტანა. ყველა იმას ვეპოტინე. ცხელი წყალი ჩაუშვით თუ ცივი? თუ ცივი, მაშინ რა ესე ამოვნებოდა. ესეთი ამინდებია. ეს გადაცემა რო გავა ეთერში, ეს ამოვიგო ყველაფერი იქნება დამთავრებული. ეზოდას კაი ნაჟეჟი ეყოლებო. და რო შეხედავს ტელევიზორში მეგობრებს, ნახე რა ბიჭი ვიყავი სანამ შეეჭავ. კი და შეიძლება კიდეც ემოს ეხლა რო გაახსენდება. უი მართლა რემონტ როდის იწყებ? ამოუვარდეს. გვაქვს შეკითხვა? დიახ. ესე იგი მოგეხსენებათ რომ პარტიებმა და ორგანიზაციებმა დაასახელეს თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატები. და თქვენი აზრით ქართლოს ღარიბაშვილი რატომ აღარ არის წელს? ის საპრეზიდენტო კანდიდატად. ანუ მეც მიკვირს იცი. სული ხო და მოვიდა ხო კარგად ის. მoni კარგად. ვიცის ვარჩევნები რა. მაგარი დაპირებები აქვს ეს. განსაკუთრებით ხო არია, როცა მოვალ არის სოციალურ საკითხებში ამას ვიზამ, საგარეოში იმას, სამხედროში αμას, ჯანდაცვაში ამას. იმას კონკრეტული აი ლოთებს პირდება ლოთებს პირდება 150 ლარს. თან ლოთებს რატო პირდება? რო სიგარეტის პული ხო უნდა გქონდეს. რამდენი ლოთი ყავს? ანუ მაგათი მხარდაჭერის იმედია, ხო? კი და თან ლოთებს პირდება სიგარეტის პულს. სასმელისას არა? ხო არა და დათვალა ეთყობა სასმელი დააცვილი გახოდი. მაგდეს ვერ შეასრულე. ის საფურლერო დარჩა აქ ის ვიღაცა. შემთხვევით ვიღაცა ხო არ იყო აქ შემოსული ხო არა. ერთი 10 კანდიდატი ხო არა. 10 ლოთით ჩვენია ხმა. გვაქვს შეკითხვა? არ გვაქვს, მოდი გადავიდეთ ბოლო ნაწილზე ჩვენ გადაცემით, რა გვასწავლა დღევანდელმა გადაცემამ. გიორგი. მე თვითონ მე მასწავლა რომ ამდვილად აღარ მახსოვდა რომ არსებობს ეგეთი ხალხი, ვინც სწავლობს ისეთ უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში. წინასწარ რო იცის რომ იმ დიპლომს არ აღიარებს არავინ და ამაში კარგავს 5 წელიწადს. ხალხნო, გამოდით მაქედან. მაგას ჯობია ქუჩაში დადგეთ და სიგარეტი მოწიოთ. ხო ყველაფერზე პირიქით არის და ეგ ნამდვილად ისეთი რამეა რომ გამოდით ახლავე. გადმობძანდით კაცების აკადემიაში. ფუნქციონირებას დაიწყებს სულ მალე. ფუნქციონირებას დაიწყებს როგორც კი პირველი შემომტანი იქნება. ხო, მაგრამ მარტო პასპორტებისთვის არ ვამუშაოთ ამ ხელა აკადემია. არ მე გადაცემამ იმას რაღაცა მაგრამ მე დღევანდელმა დღემ მასწავლა ყველაზე მთავარი რომ ქუჩაში გაჩერებულ საცოდავ გაფუჭებულ მანქანას თუ დავინახავ, ძღოლს არ უნდა ვაგინო. ყოველ შემთხვევაში სახეში მაინც. კი, თქვენ აუცილებლად. რა ვიცი, მე მგონი მე ის ვისწავლე რომ ჭკუა ვერ ვისწავლე.
ანუ აქ თქვენ შენიერი ბიზნესი გამოგივიდათ უკვე რაღაცა კაცების აკადემიას ხდით იმას მე დღეს ვარ მინისტრის მოადგილე ხვალ არაფერი არ ვიქნები და წილშიც არ ვსვამთ კიდე და აქ რა თქვა მე ვიქნები შენი რა და აწყობ სამი და ჩემი ასე ეგ არის მაგაზე შეიძლება დალაპარაკოს არის დიდი კაცი გარებში დგას პასპორტებს ამოწმებს ერე მინდა მე სანამ ვარ მანამდე არ შეიძლება და მე ვიღალ პრობლემა არანაირი პრობლემა არ არის მაგას ჩივი მე რო აღარ ვიქნები თორე მანამდე რა თქმა აი რა მაგარი შეკითხვა რა გასწავლა გადაცემამ რომელშიც სტუმრად ყავდა განათლების მინისტრის მოადგილე რა გასწავლა არაფერი ფაქტი ყოველ შაბათს 11 საათზე უყურეთ კაცების შოუს. დიდი მადლობა.